ჭკუ ტრაქტორი ხალხი ჩვენ შუგაში და მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტიქიის შედეგად ათასობით ოჯახი დაზარალდა. 30 ივლისს წყალდიდობა იყო სენაკში, სექტემბრის დასაწყისში ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ზუგდიდში, ხობში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. 17 სექტემბერს 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა კახეთში. 22 სექტემბერს კი ძლიერმა წვიმამ ყვარელისა და ახმეტის რაიონები დააზარალა. უხმა ნალექმა წყალდიდობებმა ძლიერმა ქარმა და მიწისძვრამ დააზიანა სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველები და ცხოველები, განადგურდა მოსავალი, დაინგრა სასმელი წყლის საცავები, დაზიანდა ქუჩები და ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ელის, ხელისუფლება კი ზარალს ითვლის, რამაც წინასწარი მონაცემებით უკვე რამდენიმე მილიონს მიაღწია. ამ ჭაბურღილში წყალი შევიდა, ამ ბიოტა აი ეს აი გული გამოვიდეს აქ სამხედროები არიან უკვე ამ ცხელი ხაზი ბრუნდება ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში, როგორი შესაძლებელია ეს სტიქიური უბედურებები არა გადავიმეორეთ რაც დაგვაწვა თავს. რა ვქნათ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ჩვენი სტუმარი, ზვიად ქორიძე და ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებით გადაცემას. საღამოშტობის შოთა ბატონო, როგორ გძანდებით? მოგესალმებით, მე სალამები. სტიქია რო გიტევს, თქვენ თუ უწევთ ამ სტიქიას ერთ-ერთი. ვცდილობთ რომ მაქსიმალურად. სააკაშოს ჰქონდა ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, რომელშიც თავიდან ეწოდა. არა, ყველა პრეზიდენტს არ გაქვს. ხო, არა, სააკა ეხლა რაღა აქვს. ეხა პრეზიდენტის ფონდს რა უქნა სააკაშვილმა, რომ ადრე ეწერა, რომ მარტო სტიქიური უბედურებებისთვის უნდა ყოფილიყო ფორს მაჟორული ვითარებისთვის. მერე გაუტყვა იმას ფული მისცა, ამას მომღერლები, დამკვრელები, ესა ისა ღონისძიება და მერე გადააკეთა ახალგაზრდა იურისტების ასოციაცია რამდენი გამოუქვეყნებდა ხოლმე არასწორ ხარჯვას, იმდენი მერე კანონშსრულებები შექონდა და ასე pravdebოდა და სტიქიური უბედურებები კიდე ამ პრეზიდენტის ფონდის სრულებებს არ ადევნებდა თვალყურს და ახლა როგორ იქცევა მთავრობა და რანაირად იმაშობა, იმიტომ რომ ახლა თაგორიანი ქვეყანა რო ვარ და წვიმა რომ მოდის და გვარცოფი რო იცის ვიცით ეს, მაგრამ პრევენციულად უკეთდება რა. კი, შევეშვა სააკაშვილს ჩაიარა მატარებელი. რა უნდა, რასაკეთებდა წინა ხელისუფლება და რამდენად ეფექტიანი გამოდგა მიმართულებით უკვე ფაქტები ჩანს. ორი მიმართულებით ავართ, ერთი არის რომ მოხდება სტიქია და გადაუდებელი საქმიანობა რაც არის რომ არ მოსახლეობა არ დაზარალდეს, რა ჯანმრთელობას არ მიადგეს პირველ რიგში ზიანი, შემდეგ რა თქმა უნდა ის ზიანი რაც არის ინფრასტრუქტურაზე მიყენებული და მოსახლეობაზე რომ ის ზიანაზღაურება მოხდეს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდეს, რომ შემდეგ 10 ჯერ მეტი არ დაუჯდეს სახელმწიფოს, როდესაც სტიქია მოხდება. წლევანდელი წელი ახლა ამ მხრივ ჩვენ ამოვიღეთ ზოგადად მონაცემები და ვნახეთ რომ განსაკუთრებული არის, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამდენი სტიქია არ ყოფილა 8 თვეში რო დავთვალეთ, ანუ 8 თვით უსწრებდით უკვე წინა 10 წლის წელიწადს. ეხლა ამ ინდიკატორებს უღურებთ და სტიქიას როდის ვარქმევთ? სტიქიას ვარქმევთ, როდესაც ამ დინარე ამას უკვე გარემოს დაცვის სამინისტრო თვითონ ადგენს, თავის კრიტერიუმები აქვს, ეს თქვა ჩვენ სამინისტროში არ შემოდის, არამედ ოფიციალურად როგორც არის მონაცემები ამოვიღეთ და შევადარეთ და ვნახეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თქვა რატო არ ჩანდა შარშანწინ, კი შედარებით უფრო ნაკლები იყო რაოდენობით, მაგრამ შარშანაც იყო შარშანწინა, თუმცა ეს არ ჩანდა და ცენტრალური ხელისუფლება უფრო დიდი გრანდიოზული პროექტების გაპიარებით იყო და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ესეთი ერთი მდინარე გადმოვიდა და 10 ოჯახი დატბორა, ეს საერთოდ ისეთი განხილვის თემა არ იყო. თუმცა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო, შეიძლება წამყვანი თემა არა, მაგრამ იყო კახეთის სტიქია, ხო? სოფლის და 95 მილიონი არის. საუბარი არის
მაშინ რასაკეთებდა მაშინდელი მთავრობა და პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ თქვენ დღევანდელი მთავრობა, მაშინ რას პირდებოდით და სულ ამაზე იყო, ხო? ძიძგილაობა. წინა საპარლამენტო არჩევნების ის სტიქია, რომელიც ჩარშან მოხდა, ანუ სოფლის მეურნეობის ზიანი იყო ძირითადად. ჩვენ ახლა წელს გვაქვს ძალიან ისეთი შერეული სტიქია, როგორც არის სოფლის მეურნეობის, ასევე ინფრასტრუქტურაზე მიყენებული საკმაოდ დიდი ზიანი. არის 5-ზე მეტი ხიდი საერთო ჯამში წაღებული ცოტა მოზრდილი ხიდს ვამბობ, ხიდი ბოგირები ასეულობითაა, რომლებიც წლები არ გარემონტებული არის, გზები, რომ მთლიანად გზა წაიღო. აი ეხლაც ამ წუთში ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა მესტიაში, ერთ-ერთი სოფელი გასახლებული გვყავს, იმიტომ რომ ეწყერი წამოა თუ არა, მთელი ექსპერტები, გარემოსდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ჩვენი წარმომადგენლები გამგეობა იმყოფება იქ და ხალხი 2 დღეა საკში ვერ შედის, იმიტომ რომ ზემოთ არის ესე იგი ძალიან ისეთ მეწყერსაშიში მდგომარეობა, გზაზე ჩამოდის მთელი ეს ლაფი და ნუ სანამ არ დასტაბილურდება სიტუაცია, ნუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რაიმე ესეთი ადამიანის მექანიზმები არსებობს მისი შეჭრა. ძალიან რთული მონაკვეთი არის, ხო წლებია ეს მონაკვეთი ესეა და რაღაც გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. შეიძლება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ შეიძლება გასახლება იყოს ყველაზე კარგი, რომ ხა მთელი მთა არ მოიჭრას. ამიტომ სანამ არ დასტაბილურდება ეხლა და ცოტა წვიმები არ გადაიღებს, თქვა ზუსტად დასკვნა ვერ დაიდება, იმიტომ რომ მას ძალიან სერიოზული შესწავლა ჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით პრევენციას რაც შეეხება მიმდინარე ღონისძიებებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 33 მილიონ ლარზე მეტია უკვე გამოყოფილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. ალბათ კვირა არ გადის, ეხლა 2 კვირა თითქოს დაგვაცხადა ბუნებამ და მოისუნთქეთ 5 სექტემბრის მერე რაღაც ისეთი სერიოზული სტიქია არ იყო და აი გუშინ და ისეთი არ მინდა შევაშინო მოსახლეობა, მაგრამ ყველაზე ზეგად საკმაოდ ისეთი ძლიერი წვიმას ნალექს ვარაუდობენ დასავლეთ საქართველოში და შეიძლება იქაც მოგვიწვიოს, მაგრამ ესეთი აიმე განსაკუთრებული განგაში საბუწველი ეს არ არის. ჩვენ ოპერატიულად როგორც კი ან სტიქია დაფიქსირდება, ჩვენ სამუშაო ჯგუფები ყავს სამინისტროს შეკეთ, რამე ჩვენ სამინისტროს არ ევალებოდა და თითქოს რაღაც გადანაწილებული იყო ფუნქციებს, მაგრამ ავიღეთ ჩვენ თავზე რომ პირველი ოპერატიულად გასვლა ეს ღამე იქნება 2 საათი, 3 საათი არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანებს თქვა ჩვენი თანამშრომლები მზად არიან ამისათვის, ხდება ჩასვლა, ხდება აგრიცხვა პირველი ხარ, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ არა ვართ, ეგ ძალიან გვეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტრო, გვეხმარება ეს გადაუდებელი სამაშველო სამსახური, რომ ეს პირველი ოპერატიული დარტყმას ისინი იღებენ თავის თავზე, შემდეგ უკვე ხდება ძალიან ოპერატიულად ტექნიკის მობილიზება, რომ გზები გაიწმინდოს, სოფელი არ იყოს მოწყვეტილი, იქ შეიძლება დენის საკითხი იყოს, გაზის საკითხი იყოს, არის მაგალითად სენაკში გაზის მილი დააზიანა, დენი დააზიანა და ის თუ დროულად ან გადაკეთვა არ მოხდა, შეიძლება უფრო დიდი ზარალი მიადგეს ზოგადად მოსახლეობას. პირველი ამის შემდეგ რაც ხდება არის რომ ბიუჯეტში აქვს თუ არა თვითმმართველობას ამისათვის თანხები. როგორც წესი თვითმმართველობას საკმაოდ წირი ბიუჯეტი აქვს და ამ დონის ლიკვიდაციის ამ შედეგების ლიკვიდაციას ვერ ახდენს, თუ რაღაც მცირედი აქვს და პირველი დონის გადავაიტა დიზელია, ტექნიკაში ჩასასხამი და რაღაც ხდება გაწერა და ჩვენ ოპერატიულად 2 დღეში 3 დღეში ვცდილობთ რომ დაითვალოს ეს ზიანი, იქ დგება კომისია. დასტავთ ამას ქვია ხანძრების ჩაცხობა. ხანძრების ჩაცხობა. კი ბატონო. სხვანაირად შევხედოთ. ეხლა მე ვეცხოვ წვიმა. როდესაც მოდის, ნალექი მოდის, იზრდება დინარეების წყალი კალაპოტში და გადმოდის, აზიანებს იქ სახლებს, აზიანებს ნათესებს. ეს გასაგებია, მაგრამ ეს წვიმა ყოველ შემთხვევაში რაც 2013 წელს ნალექის სახით მოსულა, არ არის ხა იმ მასშტაბის წვიმა, რომელმაც შეიძლება დაანგრიოს მთელი მეურნეობა, ხო? აქ არის საუბარი იმაზე, რომ მომატებულია დაუშვათ ნალექი. მაგრამ რამდენად მზად არის, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა საიმისოდ, რომ ასეთი ტიპის რაღაცებს გაუძლოს, იმიტომ რომ თქვენ სამინისტრო არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ეს ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ მომატებულმა წყალმა ოდნავ მეტი სიჩქარით მოსმალმა ქარმა არ გამოიყვანოს ქვეყანა, ხო, წყობილებიდან და არ ითქვას, რომ თბილისში არის ხოლმე სასაცილო, რომ სტიქიან დატბორა ქუჩა რა. ასტიქე წვიმა მოვიდა, ძლიერი წვიმა, ხო? ეხლა სანიაღვრე სისტემები რო გაუმართავი, ეს არის პრობლემა და არა ის რომ ძლიერი წვიმა იყო. ნუ წვიმა მოვიდა, ეხლა არ წაგიღებს არაფერ მოწვია. ეს ნალექები ხო იმართება რა, ხო? ნალექი მოდის ციდან გასაგებია, მაგრამ მისი მართვა უკვე აქ ხდება. ყველგან ის რა შევეშვა თქვა, იმიტომ რომ ამისთვის რა ხდება? კი ბატონო, გეტყვით ეხლა ორად არის ეგ გაყოფილი. ანუ არის ჩვეულებრივი ნალექია, შეიძლება რაღაც ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა იყოს და თქვა ამაზე მომზადებული
ვერ იყოს და სხვა ქვეყანაში ძალიან გამართული სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია, რაღაც დათბობა მოხდეს, მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ წლების განმავლობაში იქნება ეს დინარის კალაპოტები, იქნება სანიაღვრე არხები და ამ შემდეგ არ მოწესრიგებულა. შესაბამისად, არც თუ ისე დიდი ნალექი, აღონა შედარებით განსაკუთრებული ესე ცოტა ძლიერი წვიმა რო წარმოვიდგინოთ, ბევრგან ქმნის პრობლემას, რომ დაიტბორება ქუჩა, ან ვერ მიიღებს დინარე, ან ვერ მიიღებს ზღვა, თქვა ამ წყალს და შესაბამისად წყალსუსა არა აქვს დასასვლელი, რა თქმა უნდა, გადმოდის ქუჩებზე და შემთხვევაში მიდის მოსახლეობაში. პირველი ინიციატივა ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს ხანძრის ჩასქრობა არის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, მაგრამ ამითაც გვინდა რომ იგივე მოსახლეობაც უყურებს, რომ ის პრობლემა გვარდება, ოპერატიულად გვარდება და არავის არ ძინავს და არის მათთან ერთად. მეორე რაც ამის რომ ინიციატივა გააკეთა, პირველივე ეგ იყო ყველა თვითმმართველობიდან ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია რა სანიაღვრე არხებია, რა მდგომარეობაშია, ბოლოს ოდის გაიწმინდა და დაახლოებით ღირებულება რა არის, რომ შევკრათ პროგრამა, რომ პროგრამის მიხედვით გავაკეთოთ და გამოყოთ თანხები, რომ ჩვეულებრივ წვიმა გაატაროს აი იგივე სენაკი იქნება თუ შემდეგ სენაკში რო ყოფილიყო ეს ყველაფერი გაწმენდილი წლების განმავლობაში 10 წელი ეგეც სამუშაო ჩატარებულა არ იქნებოდა რაც ჩვენ ნახეთ და იცით რომ ერთ-ერთი დიდი ზიანი სენაკში გამოიწვია. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება მდინარე და მდინარის კალაპოტები. ამ ხრივათაც საკმაოდ რთულადაა საქმე, იმიტომ რომ ბოლო წლებში ყველაზე დაბალი დაფინანსება ინფრასტრუქტურის მხრიდან რაც ჰქონდა, იყო ნაპირსამაგრის სამუშაოები. ჩვენ გავასამაგეთ ეს, როგორც ვთქვათ, ჩვენი მხრივ, ასევე თვითმმართველობებს პრიორიტეტად ჩვენ შევთავაზეთ, რომ თქვენ როცა ცენტრალური ხელისუფლებიდან ითხოვთ თანხას, ერთ-ერთი პრიორიტეტი იყოს ნაპირსამაგრის სამუშაოები. თუმცა არის მდინარეები, რომელთა კალაპოტის მოწესრიგებას მილიონობით ლარი ჭირდება, იმიტომ რომ რომელ მდინარეზე შეიძლება ეს ვთქვათ. მაგალითად დიდი ნეძი არის ესეთი, სადაც თქვენ სიუჟეტშიც იყო სამეგრელოში, ეს ვთქვათ, ზემოსვანეთიდან მოდის ეს მდინარეები მთიდან და მთელი კალაპოტის რეგულაცია არის საჭირო. ჩვენ ახლა გადაუდებელი ღონისძიებებისთვის გამოყავით თანხა და ზუგდიდის თვითმმართველობას მივეცით, ის დაიჭერს რაღაც პერიოდი, რამოდენიმე წელი. რა თქმა უნდა, სწორად უნდა გაკეთდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არის განსაკუთრებული გადაწყვეტილებები მისაღები, იმიტომ რომ თუ ზღვა გელავს და ამ დროს დიდდება მდინარე და როგორც წესი ეს ორი რაღაც ერთმანეთს ემთხვევა და ზღვა აღარ იღებს ამ წყალს, რა თქმა უნდა, ხდება უკან დარტყმა და ხდება მდინარეების ადიდება. ჩვენ შევისწავლეთ ესეთი ნაპირდაცვითი სამუშაოებისთვის თუ რა არის საჭირო, ეხლა ხდება ამის ყველაფრის დამუშავება და მომდევნო წელს ჩვენ გვინდა რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს აი ეს მიმართულება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ ამ წყალდიდობების შედეგად უკვე 33 მილიონი არის გამოყოფილი შედეგების სალიკვიდაციოდ და მეთქნას რომ ბევრი არ იყოს, მაგრამ წლის ბოლომდე კიდე გვაქვს დარჩენილი დრო, რომელიც სავარაუდოდ 1.50 მილიონი შეიძლება ავიდეს ერთმანეთს. ამიტომ ახლა 50 მილიონის შედეგების ლიკვიდაციაში დახარჯვა სჯობია, თქვა იგივე ეს 50 მილიონი და ნახევარი მაინც წავიდეს პრევენციულ ღონისძიებებში. ამიტომ ეს ყველაფერი შევკართ. ზარალიც იქნება ბევრად ნაკლები ხო? ზარალი იქნება ბევრად ნაკლები და ექსტრემალური სიტუაცია იქნება გაცილებით ნაკლები, რაც ასევე რამხელა ზიანს აყენებს ადამიანს, რომ ღამე შეიძლება გახიზნა მოუწიოს ოჯახიდან, იმიტომ რომ ადიდა რომელიღაც დინარე და გადმოვიდა და თქვათ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი ან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრო, თუმცა დებულებით ჩვენი საქმიანობა გვაგაწერილი თვითმმართველობას დავის. მაქსიმალურად ვეხმარებით. ახლა არის საქმიანობა იგივე სანიაღვრე არხები, კანონით არის იმ თვითმმართველობის საქმიანობა. მაგრამ მას წლების განმავლობაში რომ ამისთვის თანხა არ ქონია და არ ცენტრალურ ხელისუფლებას ეს პრიორიტეტად არასდროს დაუსახავს, ამიტოა ეგეთი მდგომარეობა. ხშირ შემთხვევაში ვარ ჩვენ გამტარი მთავრობასა და თვითმმართველობას შორის, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. აი ამაზე გამოვუყოთ თვითმმართველობებს თანხა, რომ მოგვარდეს ეს პრობლემა. ჩვენ გვინდა რომ ყველა საკითხი თქვენ სამისო არის მზად რომ 2014 წლის ბიუჯეტში ჩადოს აი ეს თანხები და დადოს ერთიანი პროგრამა რა არის საქართველოში გასაკეთებელი. ანუ ეს იქნება რამოდენიმე მიმართულებით, ერთი იქნება სანიაღვრე არხების მიმართულებით, რომელიც არის მთავარი ქალაქებში. უმთავრესად ქალაქებში, არის თქვა სოფლებშიც, თქვა დიდ სოფლებში. მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ესაა ნაპირსამაგრის სამუშაოები, ანუ მდინარის კალაპოტები, მათი რეგულირება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია სამწუხაროდ. მესამე არის ახლა შეიძლება ჩვენ სამინისტროს არ ეხება, მაგრამ ესაა იგივე მეწყერსაშიში ზონები, სამწუხაროა, მაგრამ სოფლების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ მეწყერულ ზონებში არის აშენებული თავის დროზე და ახლა მეწყერის რეგულირებაც შეიძლება რაღაც დონეზე, მაგრამ ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეიძლება სამჯერ ძვირი იყოს მეწყერის რეგულირება, ვიდრე პირობითად გადასახლება ამ ადამიანების, მაგრამ იქ უკვე მორალური საკითხები მოდის და ადამიანი სადაც დაიბადა, გაიზარდა, ხა ის კომპენსაციის მიცემით გადაყვანა ადეკვატური იმ ადამიანებისთვის არ არის და მესმის.
თუმცა ხშირად შეიძლება ადამიანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დადგეს, იმიტომ რომ ვთქვათ ეგ მოძრაობს. ერთი კითხვა მაქვს. აჭარაში შარშან წინ ვიყავი, შარშან ახლა საარჩევნო წელი იყო, ზაფხული იყო და ნამეტარი დასასვენებლად არა, ნამუსმა არ გამიშვა რომ დამესვენა და არც იყო ამის ვითარება. ძალიან შარშან წინ ძალიან აქტიურად საუბრობდნენ, ხალხში მოარული ესეთი აქტიური ხმა იყო, რომ იმისთვის რომ ტურისტული სეზონი გახანგრძლივებულიყო და უფრო მზიანი ამინდები ყოფილიყო, რომ ტირალასთან არის, ხო, ბათუმის თავზე და საერთოდ ნუ ხალხური ამბის გადამოწმება მინდა და ჭორად ძალიან აქტიური ამბავი იყო ეს, რომ ტირალა უნდა გადაუჭრაო და ღრუბლები იქით დაგროვდება. რამდენად თქვენ ხო დაგხვდათ ახლა ის მემკვიდრეობა, რამე მსჯელობა იყო იქ თუ ეს უბრალოდ სააკაშვილმა ეს ადმინისტრატორს დააბრეყო? ეს ზღაპრული საკითხი არ ყოფილა, ანუ რამე თან ტირალასთან გადაჭრა ჯერ გარემოსდაცვითი კუთხით ბუნებამ შექმნა და ახლა თამოჭრა თან თის მოჭრა ახლა შეიძლება ვინმე ზამარტივად წარმოუდგენია, შეიძლება დაჯდეს ათეულობით მილიონი და აი თქვენ შევბრუნდით ხო? ახლა აზიკა და ნაკლები იყო ჭაობში ქალაქს აშენებდა ისე რომ არ დაუშრია არაფერი და ახლა ნაკლები თუმცა თქვენ შევბრუნდით ახლა რომ აი ალტერნატივა არის ჩამოასახლოთ ან სხვა ადგილას გადაასახლოთ ის მოქალაქეები სვანეთის იმერთის სოფლიდან, სადაც დღეს პრობლემაა. თამოჭრა საჭირო. თაზე არა აქ საუბარი არის ერთ-ერთი რომელიც მეწყერსაშიში. მეწყერსაშიში ადგილი არის, თქვათ, პირობითად ჰექტარ ნახევარი 4 მეტრის სიღრმე, სადაც ძალიანად ლაფია და ეს ლაფი რო წამოვიდეს, შეიძლება ერთმანეთთან სოფელი დაფაროს. იქ არის, თქვათ, საუბარი რომ რამდენი იქნება ის გამოსატანი, თუმცა იქ სამუშაოს ვერ ჩაატარებს, სანამ ეს კარგი ამინდები არ გამოვა და საბოლოო კვლევა არ დაიდება, თქვათ, რაღონის ძიებები არის ამისათვის საჭირო. თის მოჭრა არის გავამრავლოთ ერთი 1000 ჯერ უფრო დიდი საქმე, ვიდრე ახლა ჩვენაზეც საუბრობთ. თუმცა ესეც იმდენად რთული თემაა, რომ შეიძლება დადებული იყოს დასკვნა, რომ ამაზე ხელის მოკიდება არ გვაქვს. ჩვენ კიდე ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება უფრო სხვა პროცესები გამოიწვიოს. შეიძლება სხვაგან გამოიწვიოს, იმიტომ რომ ახლა იქ საკმაოდ ბევრი არის ეგეთი ადგილები, მაგალითად 5 სექტემბრის სტიქია, სადაც უხვინალეკი იყო. ესტია იმდენად არ დააზარა, რომ რამოდენიმე ის იყო, მაგრამ აი უხვმანალეკმა გამოიწვია, შემდეგ უკვე ის რომ გაშრება ეს ყველაფერი, მერე იწყება ეს ეროზიული პროცესი. ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდე რაც შევისწავლეთ, ეს არის მოგეხსენებათ კახეთის სტიქია, შარშან თუ რამხელა ზიანი იყო სასოფლო-სამეურნეო. ეს ზიანი ხა ჩვენთან პირდაპირ არ შემოდის, იმიტომ რომ ამას პირდაპირ არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ ჩვენ სამინისტროს დაევალა მთლიანად ამ საკითხის ის კომპენსაციების და დადგენა. რა ძალიან რთული იყო უკვე გავლილ სტიქიაზე ერთი წლის შემდეგ თქვა შეისწავლო ეს ყველაფერი. თუმცა ნაწილს მოსახლეობისა ჰქონდა მიღებული კომპენსაცია, ჰქონდა უკვე თითქმის რთული იყო ამის დადგენა და ჩვენ რა თქმა უნდა თვითმმართველობის გარეშე ამას ვერ ვიზამთრით. ამის შემდეგ სამინისტროში სამუშაო ჯგუფმა მოიძია და შეისწავლა ეს ალბათ გახსოვთ რომ სულ იყო ამბობდნენ რომ აი ძველ დროში რაღაცებს ესროდნენ ამ ურბელს, შლიდნენ და ასე ალაზა. კი, ანუ ნამდვილად არსებობდა ესეთი, ახლა გაცილებთ ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს, დათვლილია იგივე ქართულ ჯგუფთან ერთად, ამ საქართველოში მოქმედ ჯგუფთან ერთად, რომ ყველაფრის იმპორტი არ მოხდეს, არამედ ის სასროლი თვითონ რაც არის, თქვა წარმოვიდგინოთ, ვისი გასროლაც ხდება, ის დამზადდეს საქართველოში. რაკეტები, გამშვებები ნახე რომ ყოფილა 31 ქართველი. გამშვებები არის, ასევე არის სპეციალური გამშვებები კიდე, რომელიც თქვა სხვადასხვა ქვეყნები აწარმოებენ და არის თვითონ ის რასაც გაისვრის. ის სხვადასხვა ტიპის არის და ჭურვი, ანუ მისი დამზადება შეიძლება საქართველოში. მაგრამ ეკონომიკურად რამდენი ჯანსაღი იქნება? ამბობდა რომ პეის შემცველობას გაზდისო შემდეგ. ჯანდაცვის თვალსაზრისითაც საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი იყო. იგივე 70-იან 80-იან წლებში, როდესაც ალაზანი ისროდა. ნუ ახლა ეს მაშინდელი ტექნოლოგია და დღევანდელი ტექნოლოგია განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ნახეთ, რომ არის საშუალებები, რომელიც ესე იგი გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და პრაქტიკულად ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას. აქ მთავარი დანახარჯი, თუ ეს სისტემა დამონტაჟდა და ჩვენ ახლა უბრალოდ ძალიან სქემას ვაკეთებთ ამისას, ეს არის რადარების სისტემა. ანუ ეს არ არის, არ უნდა იყოს დამოკიდებული, რომ ეხლა ვინმეს მოუვიდა აზრად, რომ შეიძლება ეხლა მოწვიმოს, იმიტომ რომ თვითონ სეტყვა იმდენად სწრაფად შეიძლება წარმოიქმნას, რომ 15 წუთიანი ინტერვალი შეიძლება საკმარისი იყოს, რომ უცებ მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომ ეს რადარები არის, რომელიც აკონტროლებს ძალიანად რა პერიმეტრსაც ჩაურთავენ და თვითონვე ახდენს
თორე ხალხი წამოვიდეს ბატონო. არა, წვიმად წამოვა, უბრალოდ თავარია არ წამოვიდეს სეტყვათ ეს. თორე ხა წვიმად წამოვა, რა თქმა უნდა, ეს არის, უბრალოდ სოფლის მეურნეობის მხრივ და ეს კვლევა დაიდება და ამ კვლევაზე თქვა, რა თქმა უნდა, დაფინანსება დაჭირდება და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, მაგალითად უცხოური ქვეყნების გამოცდილება შევისწავლეთ და ნახეთ, რომ ზოგან დამცავ ბადეებს აკეთებს. ეს უნდა მეცხრე ხა ზოგან არის ბადეები, რომელიც უფრო სუფთაა, ხო? თქვა რა გაცილებით ძვირია. ძვირია? ბადე, ეფექტი რაც უფრო მეტია. ეფექტი ბადეს უფრო მეტი აქვს. არის გაცილებით ძვირი, მაგრამ მოვლაც არის, ანუ ეს ერთხელ გაკეთდა და ბადე გვაქვს გადაფარებული, ეგრე რაღაც პერიოდულობით ჭირდება მას განახლება. თქვა განახლება. ეხლა სახელმწიფო აკეთებს ხოლმე თუ კერძო? რა თქმა უნდა, გამთავრებულ ქვეყნებში თვითონ კერძო აკეთებს, იქ სადაზღვევო შემდეგ აზღვევს ან სადაზღვევო კომპანიასთან ერთად ხდება და თქვა ეს აზღვევს და სადაზღვევო კომპანიას უღირს რომ ეს ბადეები იყოს დამონტაჟებული, როგორც მანქანაზე. მოსავალიც დაზღვეული ხო, ამ დროს. რა თქმა უნდა, დაზღვეულია უკვე მოსავალი და იქ თითქმის უცხოეთში რომ არ იყოს დაზღვეული, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი, რომ ვისაც ცოტა დიდი ვენახები ქონდა ახლა კახეთში, გავიგე რომ ბევრმა დააზღვია და რაღაც ეს დაზღვევა შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ნუ ახლა ჯერ მაინც მინიმალურ დონეზე არის. როგორც მანქანის დაზღვევა თუ სიგნალიზაცია უყენე ადამიანს და გარაჟში აყენებს უფრო იაფია, ვიდრე საერთოდ ეგეთ რამე თუ არ დგას და ვიასტოვებს მანქანას. ანუ რისკი სადაც უფრო მაღალია, იქ რა თქმა უნდა. მოკლედ რაზე შეჯერდით? ბადეები თუ ნუ ალბათ ეს სასრული ისენი და ბადეები თუ კერძო თვითონ ფერმერი შეძლებს ამას. ანუ ამას სახელმწიფო სრულად ვერ გაწვდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შენ ამ ყველაფერს მოვლა ჭირდება და ის რაც შეეხება, რომ ძალიან ძლიერი სეტყვის დაშლის მექანიზმი რა არის, შემუშავებულია და ჩვენ ზოგადად ეს პროგრამაც დაიდება. აი ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს ან გარემოსდაცვის სამინისტროს უკვე აქვს წარმოდგენილი დასკვნები თუ რა ტიპის უარყოფითი ეფექტი შეიძლება მოყოს აი ამ რაკეტებს. ანუ ის რა ტექნოლოგიაზე ჩვენ საუბრობთ, სხვა ქვეყნებში გამოიყენება მათი დასკვნებიც აქვს, ნუ გამოიყენება იგივე ევროპის ქვეყნებში, გამოიყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. აი ევროპის ქვეყნებში სადაც არის დაღუპული ჩვენი ტიპის ლანდშაფტი თუ ლანდშაფტი მეღვინეობა უნდა იყოს, საფრანგეთი საინტერესო, უნგრეთი ალბათ საინტერესო. ანუ აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტექნოლოგია, ხა ზუსტად რომელ ქვეყანაში როგორ არის კვლევა არა მაქვს წამოღებული, მაგრამ ეს კვლევა დადებულია რომელი ქვეყანაში არის, რას მოიხმარს, ანუ რას უშვებს, რა შეიძლება მან გამოიწვიოს, ანუ რეალურად არის რომ იქ სადაც ხდება თქვა დატრიალება ატმოსფეროში ეს სტიქიები რაც წარმოქმნის თვითონ სეტყვას, რომ ეს სპეციალური ის არის, აირი არის, რომელიც შედის და ამაში ახდენს დაშლას. როგორც მე ვიცი, რა თქმა უნდა, ხა ეს ისე არ გაკეთდება, რომ სხვადასხვა სამინისტროებს არ შევეკითხოთ და შესაბამის დასკვნები არ გქონდეს და იმ ქვეყნებში სადაც გამოიყენება, ის დასკვნებიც არ იყოს გავლილი. რთულია თვითონ თემა და არც ისე იაფი არის და არ გვინდა ხა ჩვენ გავრისკოთ, გვინდა რომ ბოლომდე იყოს შესწავლილი, რომ თუ რაღაც დავხარჯავთ, თქვათ რა 95-90%-ზე მეტით მაინც უნდა ვიყოთ დაზღვეული, ეხლა სრულად მონებაში ვერავინ ვერ დაგვაზღვევს, მაგრამ რაღაც 80 ჩვენ ზოგადად იცით თქვენ ამ კომპენსაციების თემა 100 მილიონს გაცდა. და ეხლა თქვათ პირობითად 15 მილიონის დახარჯვა იმისთვის, რომ 90% იყო დაზღვეული, სახელმწიფოსთვისაა თვითონ მონგებიანი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, როცა გლეხით ცოტა გაძლიერდება, არის ეს დაზღვევის სისტემა, რომელიც არა სახელმწიფო აკეთებს ამ ყველაფერს, არამედ თვითონ სადაზღვევო კომპანიაა დაინტერესებული, რომ ისე რაც შეიძლება ნაკლები იყოს სასოფლო სამეურნეო ზიანი. ეს სასოფლო სამეურნეო თემაა, ჩვენ უბრალოდ შევისწავლეთ და რა თქმა უნდა შესაბამის სამინისტროსთან გავივლით, იმიტომ რომ ეს არ არის თქვათ ჩვენი პირდაპირ კომპეტენცია, რომ სასოფლო ანუ სოფლის მოსავლის ხელშეწყობა, რა თქმა უნდა შევუწყობთ ხელს, მაგრამ შესაბამის სამინისტროსაც დავეკითხებით. ანუ ეს არის რასაც აკეთებს სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებებით. ანუ არ გვინდა ჩვენ რომ ეს სულ ვირბინოთ და სულ იყოს ერთ და იგივე ტიპის პრობლემა. სადაც გამოყოფთ თანხას, იქაც მკაცრად გვინდა და ვაკონტროლებთ, რომ ის თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს, არ არის ცოტა 33 მილიონი. ესაც დაიხარჯა კომპენსაციებს. არა, ეს არის ნუ კომპენსირება იმ თემების, თქვათ, გზა იყო წაგებული, ხიდი იყო წაგებული და ეს ყველაფერი ვაგდეთ. თუმცა ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ძირითადად ზიანი ადგება ისეთ ობიექტებს, რომელიც ბოლო 20 წელი, 25 წელი ხელი არ იყო მასზე მოკიდებული. ანუ ეს ისედაც უკვე ავარიული იყო, თქვათ, სადღაც სოფელში ხიდ ბოგირი 30 წლის წინ გაკეთებული და ამ მდინარემ, თქვათ, ხელი შეუწყო. იგივე ქარი გახსოვთ ალბათ გორში, ძალიან ძლიერი ქარი რო იყო.
ну იქ ახლა დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ძირითადად იმ სახლებს გადახადა სახურავები, რომელიც 2 წლის წინ ჰქონდათ გაკეთებული ასევე ხელისუფლებას. და შემდეგ რო ვიკითხეთ და მოვიკითხეთ და ნახეთ ის რაც იყო გადმოგდებული, ნახეთ რომ თანხა იყო ცოტა და ამიტომ აიძულეს თუ რაღაც თავიანთი მექანიზმებით რომ თქვა პირობითად თუმცა 40 ლარი დის 1 კვადრატის გადახურვას პირობითად ვამბობ 23 ლარში უნდა ჩატეულიყო და ნუ ეხლა რა სიზამდა ის მშენებელი დააკლო რუსმანი დააკლო მასალა ხის თქვა სიგანეც ყოფილიყო აიღო იმის ნახევარი და შემდეგ ვეღარ გაუძნო მომდენო კარს ამიტომ იქ ჩვენ პირდაპირ ქონდა მითება რომ რასაც ვაკეთებთ გავაკეთოთ ხალისხიანად რომ მომდენო კარს გაუძნოს თორე ბევრმა სახმა გაუძრო კარს ვისაც ქონდა ნორმალურად გაკეთებული ეს ყველაფერი. ანუ ეს სტიქია უფრო მეტად რა თქმა უნდა აზარალებს და აზიანებს ისედაც უკვე აწილობრივ დაზიანებულ ობიექტებს. კარგით ბატონო, რაზე გედავებოდით, მაგრამ რაზე ვედავთ? ბატონო. თვითმიზანი არ არის და არჩილკვილაშვილი რო იყოს ჩვენთან ეხა სტუმრად იცოცხლე. და მით უმეტეს თუ ინტერაქტივი შედეგებსაც ინტერაქტივი შედეგი ხო არჩილკვილაშვილს არ ესიამოვნებოდა. და არა მარტო მას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდაო, ასე ფიქრობს 46.9%, გაუარესდაო, ასე ფიქრობს 50.3%. გაუარესდა უფრო მეტი აიყო. 3.4% ფიქრობს რომ უცვლელიაო, ეს არის ინტერაქტივი შედეგი. ჩვენ არაფრის ერთხელ მაყურებელმა დაარეკა და შეცვალეთო ისო რა არისო ეს. ეს არის მაყურებლების აზრი, ვინც გვიყურებდა და გადაწყვეტა რომ ინტერაქტივზე თავისი მოსაზრება დაეფიქსირებდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურა, ვინც თუნდაც ეს მონაცემები შეგვაგროვებია. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იყო შოთა მურღულია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. დღეს ალეკოელისაშვილი და მეძვიას პოლიცია მშვიდობებით ხვალ ბარიერია კავკასიის ეთერში 4 შაბათს კვლავ ცხელ ხაზზე გიგეთ. ნახვამდის. მადლობა თქვენ ნახვამდის. ნახვამდის.